სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე რუსულ გაზპრომთან გაფორმებული ხელშეკრულების საიდუმლო დანართების გამოქვეყნების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. სუსის თანახმად ადმინისტრაციის ვებგვერდზე სავარაუდო კიბერთავდასხმა განხორციელდა, რაც არასწორი ინფორმაციის საჯარო სივრცეში გავრცელების გზით საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაზიანებას ისახავდა მიზნად, მათ შორის ქვეყნისთვის დამაზიანებელი პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგების დათქვამას. გამოძიება საბოტაჟისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე დაიწყო. სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ სხვადასხვა მედია საშუალებასა და სოციალურ ქსელში დაიწყო საკითხის გაშუქება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება. სახელმწიფო ინტერესების დაზიანების აღმოფხრის მიზნით პრევენციულად მედიის წარმომადგენლებს, ასევე ცალკეულ პირებს მიეცათ რეკომენდაცია, რომ ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეეკავებინათ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318 და 294 მუხლებით მიმდინარეობს. 2025 წლის 25 დეკემბერს მთავრობის ვებგვერდზე ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი განკარგულება საჯარო ინფორმაციის სახით გამოქვეყნდა. განკარგულებასთან ერთვოდა დანართი, რომელიც მოიცავდა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა მოცულობის ბუნებრივ აირს ყიდულობს საქართველოს სანქცირებული გაზპრომისგან, ჩანდა ფასებიც. ეს ინფორმაცია საიტიდან მას შემდეგ წაიშალა, რაც 13 იანვარს ფორმულას ეთერში ერთ-ერთი გადაცემის ანონსი გავიდა, სადაც ამ დოკუმენტების გასაჯაროებაზე იყო საუბარი. ფორმულამ სახელმწიფო ინტერესების დაზიანების თავიდან არიდების მიზნით საიდუმლო დოკუმენტაციები აღარ გაასაჯაროვა. BMG-მ კი გამოქვეყნებული მასალა შეასწორა და დოკუმენტის ეგრეთ წოდებული სქრინი წაშალა.